ერთი რაც არის ჩემი აზრით, რატო არის მნიშვნელოვანი ეს, რომ ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის პირველი სანქციებია, ის რომ აქამდე იყო ესეთი მოლოდინი, რომ ვთქვათ, ტრამპის გამარჯვება იქნებოდა უკეთესი რუსეთისთვის, ვიდრე ბაიდენის ან კამალა ჰარისის შემთხვევაში გაპრეზიდენტება, თუმცა გამოჩნდა ის, რომ კვლევართა ნაწილი, რომელიც მიიჩნევდა, რომ რეალურად პუტინისთვის ტრამპი უფრო მეტი გამოწვევა იქნებოდა, ამ კვლევართა ნაწილის მოლოდინი გამართლა, იმიტომ რომ ტრამპი არის არაპროგნოზირებადი, მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა არ მიყვება რაღაცა დიდ სტრატეგიას, არამედ არის უფრო მეტად პრაგმატული, დამოკიდებული მის კონკრეტულ შეხედულებებზე, მის პირად ამბიციებზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია რუსეთისთვის მოერგოს და გრძელვადიანი გათვლა ქონდეს, იმიტომ რომ არ იცის, აი დღეს რომ ზელენსკის დაელაპარაკება ტელეფონით ტრამპი, და ამ დროს მე ვთქვა ტელევიზორში ნახავს რომ რუსებმა დაუნბეს კიევი, ამაზე რა რეაქცია შეიძლება ქონდეს ტრამპს, ამას რუსეთი წინასწარ ვერ თulis ეს არის. ამ მელანია როცა დაელაპარაკება. კი ბატონო, თუნდაც. და ამიტომ ეს ურთულებს, ასე რომ ვთქვა, პუტინს გრძელვადიანი პერსპექტივა, გრძელვადიანი სტრატეგიის დაგებას. არის ესეთი კომფორტული მეტოქეთ რაღაც და მეორე როგორც თავიდან შეეჩერება. რაშიც ეს გამოიხატა ასე ამ სანქციების, ანუ რუსეთის ნავთობზე სანქციებს ერიდებოდა ბაიდენს, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციას მაქსიმალურად ცდილობდა, იმიტომ რომ იმდენად დიდი არის რუსული ნავთობის წილი ზოგადად სოფლიო ნავთობის ბაზარზე, რომ იქ ფასების გაზრდა, კრიზისი ასე შემდეგ და ამას თავს არიდებს. ამით დაიმუქრა პრაქტიკულად ვიცით ამ სატელეფონო საუბრის შინაარს რაღაც მცირე დეტალები და ერთ-ერთი ეგ იყო, რომ პუტინმა ეგუჩა ტრამპს, რომ გაძვირდება და მან ისიც რომ თქვა მეორადი ტარიფები ინდოეთზე, ჩინეთზე, რომელიც რუსულ ნავთობს მოიხმარს, ამის დაწესებასაც თავს არიდებდნენ, იმიტომ რომ ეს ართულებს მე ინდოეთისთვის, ჩინეთისთვის ვაჭრობას და ასე შემდეგ. და ეს სანქციები არის ისეთი გზა, რომელიც გარკვეულწილად ამასაც გვერდსულის, იმიტომ რომ თქვა ინდოეთი თვაქამდე აპროტესტებდა, რომ ინდოეთის სუვერენიტეტში ჩარევა ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა ინდოეთს უთხრას, რომ არ იყიდო რუსეთისგან ნავთობი, უშუალოდ რუსული კომპანიის დასანქცირება უკვე ინდოეთს აიძულებს, აი ამ სუვერენიტეტზე საუბრის გარეშე შეამციროს რუსული ნავთობის მოხმარება და ამის ნიშნები უკვე არის. ხო ინდოეთს ფაქტიურად ნოლამდე შეიძლება დავიდეს რუსეთისგან ნავთობის ყიდვა. აი ჩინეთის საკითხი ცოტა რთული არის, იმიტომ რომ ჩინეთს აქამდეც გამოულენია საშუალება რომ სანქციებს გვერდი არიდოს. საკითხი არის, რამდენად უღირს ჩინეთმა გაცვალოს რუსული ნავთობი ტარიფებზე, იმიტომ რომ ცალკე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთს შორის ტარიფებზე მოლაპარაკება. თუ საუშე შეხვედრა შედგა, იმიტომ რომ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი იქნება თუ არ შეხვედრა, თუ შეხვედრა შედგა, შეიძლება მოახერხოს ტრამპმა ის, რომ ჩინეთი დაიყოლიოს და ნავთობის სანაცვლოდ, თქვა ტარიფებზე შედგეს მოლაპარაკება. ხო მან კიდევ მთავარი ის არის, რომ ესე დიდი ტურნეს, როდესაც მithumetes ტრამპისნაირი პოლიტიკოსი გეგმავს, მას არ უნდა უბრალოდ გასეირნება, მას უნდა რაღაცა კონკრეტული შედეგი ჩამოიტანოს, მithumetes ეგ ისრაელ-პალესტინის საკითხზე ყოველ შემთხვევაში თავად როგორც თulis მიაღწია მშვიდობას, მოლოდინი აქვს რომ კამბოჯის კონფლიქტს ყოველ შემთხვევაში ტაილანდში მშვიდობას მიაღწევს და უნდა რომ რაღაცა კიდევ უფრო დიდი გამოიტანოს ამ ტურნირში. აი მოსალოდნელი